საღამომშვიდობის ძვირფასო ტელემაყურებლებო, ეთერში გადაცემა ნაცნობის სახეები. ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმარი გახლავთ თქვენთვის საკმაოდ საინტერესო პიროვნება, ბატონი ჯიმა კაპეტივაძე, ასე რომ დარჩი ჩვენთან ერთად. ბლიც ანკეტა. ზოდიაქოს ნიშანი ღრიანკალი, საყვარელი ქალაქი გორი, ცხოვრების მიზანი ოჯახის წევრების კეთილდღეობა, საყვარელი სადილი აჯაფსანდალი, ოცნება თავისუფალ საქართველოში ცხოვრება, ფრაზა რომელსაც ხშირად იმეორებს, შენი ჭირიმე. მალნე ჩვევა, ბევრი ლაპარაკი სიმთვრალეში, იდეალური პიროვნება თეიმურაზ ნათაძე, საყვარელი ლექსის ტრიქონები, 13 წლის ხარ და შენი ტყვია. ბიოგრაფიული შტრიხები. დაიბადა 1935 წლის 17 ნოემბერს ქალაქ გორში. დაამთავრა 1956 წელს ქალაქ გორის მეოთხე საშუალო სკოლა. 1957 წელს ჩააბარა გორის ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ქიმია-ბიოლოგიის ფაკულტეტზე, რომელიც 1962 წელს დაამთავრა. ჯიმა კაპეტივაძე მუშაობდა ჯერ სტალინის სახლ-მუზეუმში დირექტორის მოადგილედ, შემდეგ გორის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში პროფკომიტეტის თავმჯდომარედ 1966 წლამდე. 1967 წლიდან 1973 წლამდე მუშაობს ვაჭრობის მუშაკ და პროფკავშირის გორის საქალაქო კომიტეტის თავმჯდომარედ. 1973 წლიდან 1975 წლამდე შრომათა დეპუტატების აღმასკომში ვაჭრობის ინსპექტორია. 1975-76 წლებში გორის ცენტრალური უნივერმაღის დირექტორი ხდება. 1976-1985 წლებში კაფე თბილისის გამგედ მუშაობს. შემდეგ ის თეკავშირის მომხმარებელთა საზოგადოების საწყობის გამგედ. ამჟამად პენსიონერია. ყავს მეუღლე, ქალვაჟი და ერთი შვილიშვილი. ჯიმა კაპეტივაძე ბავშვობაში საკმაოდ ცელქი, მოუსვენარი იყო. არ უყვარდა სწავლა. პასუხისმგებლობის გრძნობა მაშინ მეხუთე კლასში ყოფნისას იჩინა თავი. როდესაც იგრძნო, რომ აუცილებლად უნდა კარგად ესწავლა. განსაკუთრებულად უყვარდა გეოგრაფია და ისტორია. სამაგიეროდ არ უყვარდა მათემატიკა და ქიმია. მამამ იგი მოსამზადებლად თავის კოლეგასთან მიიყვანა. 2 კვირის შემდეგ მასწავლებელმა განუცხადა, რომ მისგან მათემატიკოსი ნამდვილად ვერ დადგებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ტექნიკური საგნები არ უყვარდა, პრინციპის გამო მაინც ქიმიურზე ჩააბარა და პირველივე გამოცდაში 5 მიიღო. მოგვიანებით კი უკვე გამორჩეული სტუდენტი გახდა. სკოლაში ძალიან ცერკი ბავშვი. მაგრამ შემდეგ ცოტა რომ გამოვიზარდე, მე-6 კლასში პასუხისმგებლობა მომეცა, რომ უნდა მესწავლო. მამაჩემი შვილი მასწავლებელი იყო, მამა უნდა ყოფილიყო მასწავლებელი და პასუხისმგებლობა რომ ამბაღდა და დავიწყდა საშუალო სწავლობდი. 5-ზე და ის აღიზარდა. განსაკუთრებულად რა გიყვარდა რომელი საქმეები? განსაკუთრებულად გიყვარდა გეოგრაფია, ისტორია. ეს მათემატიკური წრეები არ მიყვარდა. მათემატიკაში ცოტა რომ მოვისუსტებდი, მე მიყვარდა მათემატიკის მასწავლებელი. ნამდვილი ამბავშიყვებით თავისი მეგობარი კაცი იყო. დამწყებინა მზადება. ამაუცხო მე დიდი საშუალება არ მაქვს პედაგოგი კაცი ვარ და კვარტალში 100 მონეტს მოხდით. მასალა მოვთხრი ფინანსი ყოფილი. ალექსანდრე ერქვა, აგეც ვარ იყო სოჩი კოლეგები ვარ და ამოხდა რომ ხელი გავმართეთ. და ერთი კვირა ამზადებს მომცამოცანა ესეთი. ბაქოდან გამოვიდა მატარებელი 70 კილომეტრის სიჩქარით. თბილისიდანაც გავიდა მატარებელი ამავე სიჩქარით. ბაქოსა და თბილისში შორის გაჩერება ახსტაფა ესეთი გაჩერება. ბაქოსა და თბილისში შორის მანძილი არის 70 კილომეტრი, 500 კილომეტრი. როდის შეხვდებიან ისინი ახსტაფაში. თბილისში ახსტაფამდე 120 კილომეტრია. ფიქრობ, როდის შეხვდებიან, რა ვიცი. შეიძლება გადავუხვიოს მატარებელმა წაგდეს ერევანში და სულ შეხვდეს. ეს საერთოდ ამოცანა მომწონს. გავიგებეთი, გავიდა, შემოვიდა, დავახედე სულთა ქაღალდი. მაგაში აღიკვაძნები თავის, სულთა ბიჭი ვიყო, არ დავენცილი მელნით არაფერი. ბიჭო, მანძილი არის ეს, სიჩქარე არის ეს. რა მოგივიდა ამაზე ადვილი ამოცანა მათემატიკაში არ არსებობს. ამას თუ ვერ არის სხვა რთულ ამოცანებს ამოხსნი. კიდე ვერ ამოხსნილა ვერაფრით, 2 კვირა ვაწვალე მასწავლებელი ვერც ერთი ამოცანა ვერ ამოხსნი. ხდება მამაჩემი ხო ქუთაისელი კაცი იყო, კულტურული კაცი. რა შევა ჩემი ვაჟი ხომ არ მარჩხეს. ბატონო გეძოთ, თქვენ ხო
პარტაში მადრიდით 100 მანეთში. ეს დეგენერატი მომაშურე ყოველდღე მოქცევა სპერეთში. აბიჩარა არაფერი არ გამოვა. გამომაგდეს მასალებმა. ჯახი და დავაფთავე ესე. ყველაზე სუსტი სკოლაში ვიყავი ქიმიაში. ისე რომ პარგაკა რომ მომაწოდეს და მოხდები რომ აღიჩნდება, წერტილებით აღიჩნდებოდა მაშინ. ორვალენტენ 2 წერტილი. მე რომ რაც წერტილს დაუსვამ ის კარგი იყო და ორვალენტიანს დაუსვი 18 წერტილი. ხო? წაიღო დადიო უნდა შინო. სამიას გიჭერო ჩუხლიო. კოლეგა მამაშინი ცხადრით. ხო, ქიმიური არ შეიტანო, ხო დამიკერე და რა მოხსნიან. და გავგაზდა სპეციალურად ქიმიაში დავიწყე ჩემით მზადება მე-7 კლასის პროგრამა რო ავიღე ხელში. მეორე კურსი რაც მომისავრა ეგრეთ გადავყეთე. ხოდა 5 მივიღე. მისი იუმორი ყველასაგან გამორჩეულია. ყოველთვის იმას ფიქრობდა, რა ეთქვას ახალისო და როგორ გაემხიარულებინა თავისი მეგობრები. ის ნამდვილი ამბები კი, რაც თავს გადახდენია, შეაგროვა, ჩაიწერა და წიგნად გამოსცა 2002 წელს. ჩვენთან საუბარში ბატონი ჯიმა უამრავ კურიოზს იხსენებს. მეორე შვილი ოჯახში შეუჩინა ბიჭი. დავარქვით ზაზა. ოჯახში მაშინ ასეთი ჩორება იყო, ასეთი ტრადიცია იყო, რომ აყვაშინა გასტიკი ყოფაში. აყვას მოგეცინება ჩიბაქი უნდა. მეზობე ქუჩაზე ჩიბაქების ოსტატი ცხოვრობდა. მივედი მასთან, შევიძინე ჩიბაქი მოიტანა სახში. დედამისი მეორე დღეს მეუბნა. რა არის რას პატარა მოვიდა ჩიბაქიო და ცოტა დიდი ვერ უნდა მოიტანა უკაცო. გიბედი მოსაუბრე გამოვჭირია. მივედი მეზობებთან იდემეთი. ჩიბაქი მეც პატარა მოვიდა ბავშვი. გიო და გამომიდე უბრალოდ თითოეულ არისო ის ბიჭი ოსტატი და მეუღლე დამხდა. ხალბატონებს არ მოვიდა ჩიბაქი ბავშვი და იქ ცოტა დიდი ბიჭი გამომიდა. მოწეთეთ. გამოიდანა 12 წელს ჩიბაქი ავარში ყველაზე დიდი რომელიც იყო სამოვიდა. მეუღლე კიდევ საფრთხეს. რა სპეციალურად გააკეთებინა მაინც დიდიო არ მოვიდა ბავშვი და რა ხდება ჩიბაქი შურნა. ავწან ვავალსტა იძების. მივედი ეს კაცი დახვდა სახში. თუ გაბრაზებულა რომ ეს ჩიბაქი მიუწანე ძველი ახალი წამოვიდე. ვერავითი. ვიძიამეთი არ მოვიდა ჩიბაქი იქნებ სპეციალურად დიდი გამოიჩარხომეთი. მომეცა გეგორი მამეთიო გამომცა სამკაცი რა მოვიდა კაცი. აღაშენი ორი მამეთიო და გუმეცი ჩიბაქი და არასწორია მეზობელი მაინც არ იყო მასხარად ვიგდება აფრიკ კაცი. ორჩინო მე ვიძიამეთი ხوار მეხალიცება კაცი. მესამედ მოვედი ამ საქმეზე. შედენ რომ დაიგერა ჩემი ამბავი და შვილო 50 წელს ჩიბაქებსა და აკრებს ვაკეთებ. მასეთი პრეტენზიით კაცი არ მოსულა. თუ შეძიჭი კიდე და ვერ მიგედა ეგეთ მითხარია და ჩემი ეს სპეციალურად შეძიჭი. დავამზადო დიდი ჩიბაქი. მე ქალაქში ხშირად მამათი შტაბ-გარჩეში სექტორი ხავი და ხშირად მიხდებოდა მისვლა. ახალგაზრდობა 30 წლიანი და ერთო მივედი და მოგწებული მეჭდავი ერთი ხალი. დიგავ კარინობით არ გამოირჩევა, ჩვენ მოხუციდან და მე ეს თუ მახინჯია. ხო. ხალი გაყოფილების განგები სტრუქტურები და იმათთან შემარჩინა. მამაჩეს მე უყარდიო, გიჯდებოდა ჩემზე ახალგაზრდობაში და არ გავყევი ცოლად. უცკირე ახალ უცკი. კიდე კარგი ხალბატონო, ჯერაც სამგებარ და შევედედა ჩემი ყოფილიყა მაშინას ვეუბნებოდი. გაბრალეს ჩემი საგაიჩო მესვლა გავდი კიდე წევდა. იგი მომავალ მეუღლესთან 2 წლის განმავლობაში მეგობრობდა. მათი ურთიერთობა სიყვარულში გადაიზარდა. 1966 წლის 9 ივლისს იქორწინეს კიდეც და შექმნეს კარგი ლამაზი ქართული ოჯახი. ქალბატონი დონარა ლომიძე პროფესიით ექიმია. იგი 37 წელი მუშაობდა განაწილებით გორის სამშობიარო სახლში მიანგინეკოლოგად. შემეუღლეს სანამ შევიტად 2 წლით ადრე-ვიჩი. დავით კარგი მეგობრები. ზერო არაფერი რო განსაკუთრებულად კაი იმადივად ვიყავი გათხოვილიყო რომ ცაცოლეთ მებიქრა შემდეგ მოხდით ხორცისში მეგობრის ხორცისში რაც მისი თანამშრომელი და ექიმი შეირთო ამ ჩემმა მეგობარმა და მეგობარი იყო ჩემი მეუღლე მეორე დღეს იქ თუ გრადა სიმღერები ცეკვები ლექციები რაღაცა და
ეს პატარდაცუს არა გაიგე მოდიოდა მაგას შეგაყრებიო გამიცხა როგორც სიუში წავედით მოხდი აბჩებს მოვალ მეუღლის გვერდზე ის მოსკული კონდა სვიტოჩა უალა ის გავუსწორე მოდი მაგრამ ჩვენში გორდიეთ ის ხომრობით ხარი მოდი ის წაფა მე ვამთხარო როხუბრობით მოდი მართლა გადავარჩიოთ მე მითხე ზარებაში უხერხულია მეგობრებად როგორ შეიძლება აი ეს ერთხელ მივედით კინოში წავედით მე მარტო მივედი და აუხსენით სიყვარული სიყვარული როგორც დააწლის ვიყავი დამდელი ხარი ვიცნობდი და თუ მიყვარდა ხვადრონდა და მირამაში შექმნა შეტარებად აი ქართული ოჯახი თუ წინამდე იარიქნე აუ თუ რა ვიფიქრებ ადრე ბაზათნაირად აუჯა ქალბატონი მდიონა რომ მეუღლის დადებით პიროვნებად ახასიათებს ჩვენთან საუბარში იგი საკმაოდ გულახდილად საუბრობს ბატონი ჯიმას შესახებ ღიმილით იხსენებს გარდასულ ლამაზწლებს და იმ დღეს როდესაც თავისი მომავალი მეუღლე შეფუთული ვარდებით ესტუმრა გამანაწილესა განაწილებით მოვხდი თბილისიდან სამშობიაროში დაიწყე გორის სამშობიაროში მუშაობა და 2 წელი სხვათაშორის მეგობრულად ვიყავით ესეთი არაფერი მე რაღაც უფრო გამოიკვეთა ცოტა ესეთი სიმპათიები ხო მე მგონი მეც არაფერი არ მქონდა საწინააღმდეგო მაინც განსაკუთრებულად რა თვისებება მოგხილოთ ბატონი ჯიმა პატივსნება სისადავი სიმართლე ვაშკაცურობა თანაც ის რომ ხას არ უსმენდა ამას ყველა დიაგნოზის მსგავსი რაღაცა იყო ესე იგი სამსახურში ვარ და ყველა თავის ამბობს ხება ხა მეუღლეებს ესე გამოიყვანეს ანგელოზები რაღაცა მე თქვი არა მეთქე ხა კაცია და სადმე რომ მიდის კი მარა მე ვიცი რომ გორში არ გამიბაზრებს მეთქარი არაფერი მე რეკერთი კულ შემატკევარი აღარ როგორც იცი ახლა ჭრალებში და ოი იცი 2 დღის წინ ესე ეს პიროვნება ვნახე შენი მეუღლის მანქანაში ნუ ახლა მეწყინა რაღაცა გულელია ნუ წამოვიდი მე არ არეკცხემე ახლა მე ხო გითხარ გორში ნუ გამიბაზრებ და ის მე თქვენ შენ მანქანაში აღარ ხო კარგი კაც მაგაზე გატკენ გულსო მითხრა იმას შენ მანქანაში აღარ ჩავსოვა თუ შემოხდა რა ვქნა ხო არ გავიტანო მაიმუნი ხარ მეთქი რა ვქნა და ისე რომ ჩქარე დამომახსოვრდა ერთი ზუსტად ახალი დაწყებული ქონდა ურთიერთობა უფრო ესეთი სიმპათიების დონეზე და მოდის ერთხელ ჩემთან სახლში და მოაქვს რაღაც ესეთი შეკურა კარგად შეფუთული ქაღალდ შეყარ მიწახე ხა ჯერ ესეთი სერიოზული დამოკიდებულება არ აქვს რაღაც ისე დაფიქსირებული რომ ან შუბა იყოს ან მეთქი რა მოიტანო მოიტანა დადო ესე და ესო შენო მითხრა გავხსენი ვიფასი ვარდებით მე თქვა როგორ შეიძლება ამის დამო რასაო შენო მთელი ქალაქი უნდა გამომილა ხო ვაჭორებდი გოროლებს რომ ყვავილებით მიდის საცოლეს აი ესეთი ჯიმა კაპეტივაძესა და დონა რალომიძეს 2 შვილი ჰყავთ. ნინო 37 წლის პროფესიით ექიმი და ვაჟი ზაზა 35 წლის, რომელსაც დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის მექანიზაციის ფაკულტეტი. ნინოს ჰყავს ერთი ქალიშვილი გვანცა წინსკალაძე, რომელიც მე-4 კლასში სწავლობს ქართულ-რუსულ გიმნაზიაში. ამჟამად ისინი მოსკოვში ცხოვრობენ და იქ მოღვაწეობენ. ბატონ ჯიმას სურს ქვეყანაში მშვიდობა და კეთილდღეობა ყოფილიყოს, როგორც მის შვილებს, ისევე სხვა წასულ ქართველებსაც შეეძლოთ თავის სამშობლოში დაბრუნება და ნორმალური ცხოვრებით ცხოვრება. შენს გორს ჩემ საქართველოს უსურვებდი რომ ასე დადაბურებენ ძალიან ზოგი მე მაგალ ორთავში მოსკოვში ყავშვილი ჩვენი მოსკოვში ზოგს ამერიკაში ყავს ზოგს საფრანგეთში ყავს და გაფართულია საქართველოს ყველაზე ისეთი ინტელიგენცია რომელსაც აკმას შექმნას რაღაცა და სხვა ქვეყნებში მუშაობენ პირველ დროზე დამშვიდებული იყოს ყველაფერი არტიელი იყოს ერთიანობა საქართველოსი და ეს ჩვენი შვილები დაბრუნებოდნენ თავად კერას ამას უსურვებდი ჩემს ბატონი ჯიმა იმ ადამიანთა მცირე რიცხოვან ჯგუფს ეკუთვნის რომელთაც გორის კულტურულ ცხოვრებაში შემცვლელი არ აყავთ პიროვნული თვისებებით საკუთარი ადგილი აქვს დამკვიდრებული ქალაქის ყოველდღიურობაში და მის სახეს ქმნიან იგი ცდილობს თავისი იუმორით სიხარული მიანიჭოს ყველას, არა მარტო როგორც ნიჭიერმა ადამიანმა, არამედ როგორც სასაცილო თავშესაქცევი ამბების ავტორმაც. დიდი ხანია, რაც ჯიმა კაპეტივაძეს სასაცილო თავგადასავლების მქონე კოლორიტურ პიროვნებად მიიჩნევენ გორში. იგი ცდილობს თავისი ხალასი იუმორით ადამიანებს სიამოვნება მიანიჭოს და არავის არ აწყენინოს.
თავს გადახდენი და მეგობრების მიერ მოყოლული თავშესაქცევი ამბები ჩემს წიგნში შევიტანე და ამით თუ ოდნავ მაინც შევძელე ჩვენი დღევანდელი ცხოვრებით გაწამებული ადამიანებისათვის მცირედი სიხარულის მინიჭება, მაშინ ჩემს მიზანსაც მიღწეულად ჩავთვლი. ასე აცხადებს გადაცემის ბოლოს ბატონი ჯიმა კაპეტივაძე. ძვირფასო ტელემაყურებლებო, ამით ჩვენი გადაცემა დასასრულს მივახლოვდა. ჩვენ ერთ კვირაში კვლავ შევხვდებით ერთმანეთს და ისევ თქვენთვის საინტერესო ნაცნობ სახეს წარმოგიდგეთ.